საგანგაშო შემთხვევა უკვე ნახეთ, გავიარეთ მომენტი და გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. Შემდეგი ეტაპი მოიცავს იმას, რომ პარანორმალ საქამდე არ ქონდა ამის საშუალება, მაგრამ მადლობა გიორგი შენ სადაღაშვილო იმისთვის, რომ აი ეს მეტად მნიშვნელოვანი ხელსაწყო გვაჩვქა უანგაროდ საერთოდ ამ ადამიანმა. მადლობა გიორგი კიდევ ერთხელ ამისათვის. ეხლა შევით რას? ოთახში, სადაც დაფიქსირდა შემოღწევა პარანორმალური მოვლენის, კონკრეტულად კი 100% შემოაღწია, ასე ვთქვათ, სულმა და ასტრალური ძალა უწოდოთ, თუმცა იმიტომ რომ ჯერჯერობით არ არის დადგენილი ეს ბოროტი ძალაა, დემონური ძალაა თუ უბრალოდ გადაცვლილი სულია. ვინაიდან უკვე მომდევნო ეტაპები გვიჩვენებს მაყურებს. ეხლა ვაკეთებთ რას? გამოგვაქვს იქიდან მოძრაობის დეტექტორი, გარდა გვაქვს ერთ-ერთ ისეთ ოთახში, სადაც ადრე უკვე ელექტრომაგნიტურმა სენსორულმა აპარატმა იქაც მოქცა განგაშის სიგნალი. სახში ვეძებდით ფარულ კვალს, რომელიც ჩდება ხოლმე პარანორმალური ძლიერი აქტივობების დროს. ჯერ არ გადასულვართ, ოღონდ განგაშის სიგნალს მოკლეს, ხედავ რა. ეხლა გადავდივართ შემდეგ ფაზაზე, მაგრამ სანამ გადავიდოდით დეტექტორმა სიგნალი, განგაშის სიგნალი მოხდა. რა თქმა უნდა, ჩვენ დასკვნებისგან ჯერ თავს ვიკავებთ, მაგრამ რატო? იმიტომ რომ აი, ხედავთ, გაჩერდა. ჩართო განგაშის სიგნალი და შემდეგ აი კიდე. აუცილებლად გავარკვევთ 100% რა ხდება. თუმცა ეს ეხლა რაც ხდება, ნამდვილად არ მომწონს და არ არის კარგი. ესე არ უნდა იყოს. ამიტომ ეხლა შევანაცვლებთ, ასე ვთქვათ, ადგილებით და პლუს ამას ძალიან გრძნობიარეა ეს აპარატი, მეგობრებო, უკვე დავტესტეთ. არაჩვეულებრივად იწერს ხმებს, პირდაპირ ვთქვათ. ამიტომ ეხლა ჩვენ აი ამ სენსორს მოწყობილობას ხმის ჩამწერს ამ შემთხვევაში დავაყენებთ უკვე იმ ოთახში და დავტოვებთ, რათა ჩაიწეროს ხმები. მეგობრებო, უკვე ამ დროისთვის შესრულდა 5-20 წუთი და იმ შემთხვევის გარდა რაც დააფიქსირა ჩვენმა მოძრაობის სენსორმა, სხვა რაიმე საერთო არც ხმები, არც მოძრაობები აღარ შეინიშნება. ეხლა წავალთ იმ ოთახიდან მოხსნით მოძრაობის სენსორს, გამოვიდანთ ისე კაცშულ მდგომარეობაში და პირდაპირ გადავდივართ უკვე წმინდა ნივთების განლაგებაზე. ეს არის ყველაზე საშიში ფაზა, ყველაფერი წესრიგშია. ეს არის ყველაზე საშიში მომენტი. ანუ სწორედ ის მომენტია, რომ ბოროტმა ძალამ თუ კი საერთოდ არსებობს სახში, ამ დროს უნდა გამოავლინოს უკვე თავი. ამ დროს უნდა მოხდეს რაიმე აგრესია და ყველაზე ცუდ შემთხვევაში უნდა თავს დაგვესხას რაღაცა და ყველაზე იოლ შემთხვევაში უნდა შეუცვალოს ხატებს და ჯვრებს, ანუ წმინდა ნივთებს ადგილი, მოდი ესე რა ვთქვათ. ის რომ მან თავი არ გამოავლინოს, უბრალოდ არარსებული მომენტია. ამ თქმედების მერე 100%-ით გამოვრიცხავთ, თუ არ მოხდა ვთქვათ თავდასხმა და ყველაფერი მშვიდობიანად ჩაიარა, ეს კვლევის დასტურია, სახში არანაირი ბოროტი ძალა არ აყვავს და პლუს მაგას უკვე გადავალთ წყალკურთხევაზე და ზეთისხევაზე უკვე თავისუფლად და თავი. ასე რომ, ეხლა ხმის აპარატი, რომელიც იმ ოთახშია, გამოვიდანთ, ანუ გამოვცავთ, პირდაპირ იქიდან დავიწყოთ. საინტერესოა რა ჩაიწერა, ამას აუცილებლად გავარკვევთ. კეთილი გამოვხდეთ აპარატი. უკვე აღარ გჭირდება დავიწყოთ, რაიდან გადაწყვეტილება მიღებულია თავისთავად ავიდეთ სენსორულ აპარატი გამოვიტანოთ, შუქები ჩავხდეთ, ეს რა თქმა უნდა. ალაგების დროს ყველაფერი გჭირდება.
კუთხეში აღარ დაფიქსირებულა მოძრაობა გარდა ელექტრომაგნიტური ხელსაწყოსი, რომელიც ანუ დასაწყისში დაფიქსირდა, ხო სწორად მახსოვს. აქ გაგაში სიგნალი. კი, დასაწყისში. იყო დასაწყისში, კი ბატონო. ეხლა ამ დროისთვის აღარ შეინიშნება უკვე მოძრაობები. ასე რომ დრო არის უკვე გადავიდეთ ყველა საფასტიკო და საშიში გადავიდეთ. ვინაიდან ამაზე საშიში ფაზა უბრალოდ არ არსებობს პირდაპირ ვიძახი. აი ეხლა უნდა გამოვლინდეს არსებობს თუ არა რაიმებურები ძალა. თუმცა ჩვენ ვიცით რომ საძინებელში რაღაცამ შემოაღწია, ის შემოვიდა სახში. მაგრამ შესაძლოა ყოფილიყო ჩვეულებრივი მოხეტიალესულიც, რომელმაც გავლით გაიარა ამ სახლზე, მაგრამ მოხდა მოძრაობის სენსორის წინ. ამას ეხლა გავიგებთ. ასე რომ ვიტყვეთ უკვე ოთახებში წმინდა ნივთების განლაგებას. და ამას არ უნდა მოყვეს არანაირი აგრესია, არ უნდა შეიცვალოს ნივთებმა ადგილი, არ უნდა გადაადგილდეს და არ უნდა განხორციელდეს მასზე რატოიყურები იქით რა ხდება. არ უნდა გადაადგილდეს ნივთები და არ უნდა მოხდეს არანაირი, ასე ვთქვათ, ზეწოლა მათზე. და ეხლა მაგიდან გვჭირდება, ჩანთას იქით გადავიტან. ყველაფერი ადგილზე გახდა საჭირო და უცვლელები. მაქსიმალურად გამოვიყენებთ. როდესაც იქნება აი ეს მინდა ხატია გადაგდებული ვიპოვე და ამოვიდა მას მერე მართლაც სასწაულებს ახდენს მეგობრებო ეს ერთი არ არის რაც პარანორმალს გაგვეჭდა არამედ ვიდება ერთი სასწაულები ხატის რომელიც გულჯიბეში მიდოს ასევე ეს ხატის გარვაცის უკვე მაყურებელმა და მოდი დავიწყოთ ეს ცოტით დიდი რა ვქოთ იცით პარალელურ რეჟიმში ჩვენ ვსწრებთ აუცილებლად ეს ყველაფერი ნაკურთხი არის, მეგობრებო, ახლა რასაც ხედავთ. ვიდრე ეგრესიდან ეს კი სალიმიდან არის. წმინდა ნიკოლოზის ძეძის ნაკურთხი წყალი. რა თქმა უნდა, ეს ნაკურთხის წყალია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოწვევით ცოტა გაგუწურა, მაგრამ გადავუშვას. ეს კითხვის საფლავიდან აღებული ზეთია, მირონი. ეს წმინდა გაბრიელის საფლავიდან აღებული. ეს წმინდა გაბრიელის საფლავიდან აღებული. ეს წმინდა გაბრიელის საფლავიდან აღებული.
ეს წმინდა გაბრიელის საფლავიდან აღებილი. 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 ეხლა კი დავიწყოთ ყველაზე საშიში ფაზის განხორციელება. საშიში იმ გაგებით, რომ თუ კი რამე საერთოდ ხდება სახში ბოროტი მოქმედებები და ყავს ასე ვთქვათ ბოროტი ძალა, რომელმაც ახამდე იწმინდა და არ გამოავლინა თავი, და ვიცით, რომ ძალიან სპიგერები არიან. ჩვენ რა თქმა უნდა არანაირ შანსს არ დავუტოვებთ მათ. იმისთვის რომ თავი გამოავლინა. სწორედ ამ ოთახში მოხდა შემოღწევა, როდესაც დეტექტორი დავდეთ და აი ყურადღება მივაქცევთ იმასაც, რომ ხატი ჯვართან ერთად განთავსდება სწორედ ამ ადგილზე და დავალოდებით. ნახოთ რა მოხდება წმინდა ლითონის გამოგების პროცესში. როგორ ჩანს? კაცი როგორ ჩანს? ძალიან კარგი. დავედით შემდეგ ოთახებს მივხედოთ. აქ რა თქმა უნდა შოქი უნდა აუცილებლად დავაყოთ და საერთოდ არის სამშვიდობო. კარგი, მივხედეთ. ესე და
საერთოდ აბაზანაში არც ხატის და არც ჯურის შეტანა ნამდვილად არ შეიძლება. ეგ დაიმახსოვრე. ესე იგი, ყველგან არის გამოგება. ესე. ნახეთ ახლა რა შეასახმე და რა არის საინტერესო. ხატები განვალაგეთ. მაგრამ განლაგების პროცესში, როგორც ხედავდით, აბსოლუტური სიჩუმე, სიწყნარე, არანაირი აგრესია, არაფერს არ გამოუძღავნებია. თუმცა, რა თქმა უნდა ვაცადოთ ნებისმიერ შემთხვევაში. ამიტომ ეხლა გავთიშავთ ელექტროენერგიას და აი უკვე სრულად რო ჩაბნელდება სახლი, რას ნიშნავს ეს? ბოროტს ვებრძვით თავისივე მოედანზე, პირდაპირ თავისივე, ასე ვთქვათ, უპირატესობას ვაძლევთ, ანუ ვაძლევთ ყველანაირ საშუალებას, რომ ბნელში იმოქმედოს პირდაპირ ვიძახი. რატო? ბრძოლა უნდა მოხდეს ადგილზე და პირისპირ. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უბრალოდ დაუშვებელია. თუ კი ბოროტი არსებობს, მას პირდაპირ უნდა ვებრძოლოთ და რა აგრესიას გამოავლენს ნებისმიერ შემთხვევაში უნებრივია რომ ადგილზე უნდა დავხდეთ და მოხდეს ადგილზე მასთან ბრძოლა. ამიტომ ჩვენ უნებრივია კარგად ვიცით და ვარ ჩვენი საქმის ნამდვილად კარგად ცოდნები და ამიტომ ლაპარაკობთ ამას რომ ზუსტად ვიცით რასაც ვაკეთეთ. ეხლა ჩავაგდოთ ჩუქი, მოვიმარჯვოთ აუცილებლად სანათები გავს ხო? რამდენი პროცენტია ნახე? 46. 46, აი 100%-იანი ფანარი გამომართვე. და ძალიან დიდი ყურადღებით უნდა ვიტყოთ, რომ არ გამოგიყაროს. გადავიღოთ, რომ ნამდვილად შევწევ. აი ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია ძალიან საფასოფისგებლო და ამავე დროს ძალიან აი უკვე რაღაცა ხდება მეგობრებო, ნახეთ ხდება რაღაცა ეხება აპარატთანაც ყობრიდან გამოდის აი ეს პირველი ისა ჩვენთან აი კიდე ჩვენთან ახლოს იყავი არავითარ შემთხვევაში არ მოგშვიდე და შეხედე ზამთრის უკვე პირველი უცნაური შემთხვევა რა თქმა უნდა ესე არ უნდა ხდებოდეს ამ შემთხვევაში ნახეთ რა ყობრიდან გამოდის რაღაცა გავიგეთ შეხედე იგეთ ხო ამას ნახე რა მოდის აპარატურა შეხედე იმიტომ რომ თუ ეს ნიშანია რა თქმა უნდა შემდეგ უნდა იმოქმედოს აი გასაგებია ეს გამოწვეული არის რეალურად ძალისგან ეხლა ვაფშე გადიზავს ამიტომ მიდი უბრალოდ სწორ დაიდეს ჩვენთან ახლოს იყავი Dzięki. Panowie, gaucišot
1, 2, 3. აი ეს არის ყველასაში მომენტი ახლა მეგობრებო. უაღრესად მომენტი. მეგობრებო, საშიში ფაზა დასრულებულია, ვინაიდან უკვე ჩვენ საკმარისი მეტი დრო მივეცით ბოროტზალას იმისთვის, რომ გამოვევლინოთ თავი როგორც წესი, საერთოდ არ იძლევა იმის უფლებას, რომ წმინდანი თვე განალაგო, არც იმის უფლებას არ იძლევა, რომ დიდი ხანი ლოდინი დამიჯერეთ, მას არ ჭირდება, იმიტომ რომ ნებისმიერი ქმედება, რაც ჩვენ ჩავიდინით, ეხლა მისთვის მიუღებელია უბრალოდ. და რა თქმა უნდა, აქ უკვე დაიწყებდა ბრძოლას და შეგვეწინააღმდეგებოდა. არაფერი არ მოხდა. გვაქვს რა თქმა უნდა უკვე დასკვნები 100%-ით რა ხდებოდა ამ სახში. თუმცა ამ დასკვნებს ბოლოს გავაკეთებთ უკვე დასკვნით ბლოკში, როცა დაგემშვიდობებით. უკვე ყველაფერზე, ანუ ნებისმიერ მოქმედებაზე, რაც კი საერთოდ ამ სახში ხდება, რეალურად უკვე გვაქვს დასკვნები. ოღონდ 100%-ით დასკვნები. ასე რომ მაგას უკვე დასასრულს მოისმენთ, თუ რეალურად რა წარმოადგენდა ამ სახში და რა იყო და რა მოხდა და რა ხდებოდა. ამ ყველაფერზე ბოლოს. ეხლა მიხედავთ, რომ მაცხოვრის ხატი ჯვართან ერთად ხელუხლებელია, არანაირი ზემოქმედების კვალი არ აქვს. აკაც ხედავთ, ყველაფერი თავის ადგილზეა. ხედავთ, რომ აკაც ყველა ხატი მაცხოვრის და ჯვარის ადგილზეა. ხედავთ, რომ ადგილზეა, არანაირი ზემოქმედების კვალი და გადაადგილებული შეცვლილი არაფერია და აკაც მომდია, რომ ხედავთ, ყველაფერი წესრიგშია. თუმცა იმას არ ნიშნავს ეს ყველაფერი, კიდევ ვიძახი, რომ ამ სახში პარანორმალურ მოვლენას ადგილი არ ქონდა და სიმშვიდე. იმიტომ ვიძახი, რომ დასკვნით ბლოგში უკვე ბოლოს, ანუ ბლოგი რა ვიდეოში, დასკვნით ვიდეოში უკვე იქ აიგეს ყველაფერს თუ რეალურად რა ხდებოდა და როგორ. ეხლა უკვე ნამდვილად არაფერს აღარ ველოდებით, პირდაპირ გადავდივართ წმინდა მირონის ცხებაზე, რათა დავიწყოთ სახლი, კედლები, მაცხოვრებლები, უნებრივია, რომ იყოს სიმშვიდე, მშვიდობა და დაუბრუნდნენ ადამიანურ ცხოვრებას თამამად და აბსოლუტურად იმ არაფრის არ ეშინოდეთ, მოდი ესე რომ ვთქვათ, და ყველანაირი ყველაფერი უკვე გამოირიცხა. აქედან გამომდინარე, უკვე გადავდივართ ცეცხლსხებაზე და წყალკურთხევაზე, ეს უკვე დასასრულია და ბოლოს როგორც გითხარით, უკვე ასთან განმარტებას დავდეთ, თუ რა იყო და როგორ იყო. და ამის განმარტებაში ამ სახში და რეალურად რა ხდებოდა. კეთილი. ხადა შეიძლება დავუშვებით. შუქი შაქრობა ნამდვილად აღარ ჭირდება. ეხლა გადავდივართ პირდაპირ
ზეთისხევაზე მოდი რა გავაკეთოთ იცით რომ მთლიან პროცესს არ გადავიღებთ ანუ მიმაშინია რომ უკვე აღარ არის საჭირო რამოდენიმე ადგილზე ანუ ლოცვებს ავიკეთოთ ამას გადავიღებთ 1-2 და ამის შევწყვეტოთ მე წყალკურთხევას გადავიღებთ კიდე რამოდენიმე თუმცა ბუნებრივია რომ მთლიან სახლს და მთელ ტერიტორიას ჯვრებში სვავს და ლოცვებს კითხულობ წყალკურთხევის და ზეთისხევის დროს უბრალოდ არ ვიდროთ ეხლა მთელ ამ პროცესს ხო ხდები კეთილი ჭიქავში უნდა გავუცოთ ისე ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ ქრისტეს საფლავიდან აღებულ წმინდა მირონს და ყველგან აბსოლუტურად ყველა კედელზე სახლის მთელ ტერიტორიაზე მოხდება წმინდა მირონის ხება და ბუნებრივია ლოცვებთან ერთად. ჭირდება მცირედი და დავიწყოთ ბოლო უსახინე. ხოლო ამ დროს უკვე მეგობრებო ყველანაირი საფრთხე ზოგადად რო ვთქვათ აი მთლიანად აბსოლუტურად ყველანაირი საფრთხე გამორიცხული ვინაიდან ის არ არსებობს სარანაირი არც დემონური და არც ხურუტი სული ამ დრომდე ამ სახში მადლობა მისო ყველაფერი ისე Čas da sopri, da treba. Ufalo me to treba pisao. Skoro sam se dao ugašice bilo. Mogu si dao odhod sahršeni saharec, mogu si dao andrenut. Ovdje dobro pešeni saharec, da im vidro na ta prijame to upali rečanite. Amin. Როგორც ხელმძღვანელო სახელითა შენითა მამის ძისა და სულიწმინდის სახელით. გამეთულე დაიმკვიდროს ბოლოდმა ადგილი ვიარიდან უფალია ჩვენ. ამინ. Mogę robić kartę się na zmianę, ostatnio się nie mogę decydować się, nie głównego się nie widać, kartę się nie widać, zakrywana się zajda pouczenie, sobie samouczenie, bez domu wytrywana na tej się. A tam wytrywana na sama członka dano się wybrane człowiek, co samym głosem człowiek boroty się. Daje krótko sachli, i mamy dzisa do sulic będzie sachli, do samodama dgani dewno spowoli boroty chiloli tu uchyla, mamy tu ufali jak człowieka. Ideba ufalst, ideba მაღალში ნაგვერთა და სტაშორის საქმრობა. ამინ. აი ეს მაგალითად. ასე შევარჩიოთ. ხადრის კუთხე აქ იყო. ამიტომ უბრალოდ მეტად ეუხტისა ფელზეცაც ამოდეშის ფცევა. მომიხმოთ დასახმარებლად უბრალოდ ამით მოგწე. გულწრფელო ვაკურთხოთ სახლის შენი სახელი დავეხმაროთ ყველა შენი სახელით რამეთუ მხოლოდ შენ შეგიძლია შენ ხარ ძალა დიდება მადლი და წმენა შენი ვაკურთხე სახლი მამის ძისა და სულიწმინდის სახელით განიფანტოს ყოველი ბოროტი ხილავი და მიგეცეთ მშვიდობა მაცხოვრებელთა ამათ ვინაიდან ადიდნენ უფალს ყოველი დღე დიდება მამასა და ძესა და წმინდა საშიშვალთა მარადის და უკუნთიუკუნისამდე ამინ So 컨ტროლ კამერა ჩვენ კი გავაგზავნეთ მეგობრებო ამ ზეთისხევას და მიყვებით უკვე თლიან სახლის ტერიტორიაზე. მეგობრებო, ზეთისხევას უყურეთ, თუმცა თლიან პროცესი არ გადაგვილია, მაგრამ თლიანი სახლი დაცული არის წმინდა მირონით, რომელიც მაცხოვრის საფლავიდან არის იერუსალიმიდან პირდაპირ გამოგზავნილი და ჩვენ ვაჩქს. მადლობა ამისთვის, რა თქმა უნდა. ეხლა გადავდივართ წყალკურთხევაზე, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიიდან, ისიც იერუსალიმიდან გახლავთ და მთლიანად ვაკურთხებთ უკვე სახლს, რომ ანუ ამით დასრულებული იქნება უკვე ეს
წმინდა ქმედება და უფალი უკვე დღეს ამ სიკით რა თქმა უნდა თავად დაიცავს როგორც ოჯახს ასევე ამ ადამიანებს. Doamne, care vă spun, la mea tuturor, mas arabs, finalizam, acum tot în familia și de data. Ufa momentul de opti sau și eu trebuie și să zic. Va pati o listă de ce mi-am mai tuc. Dar să vrea și și așa de nu găsi și în sigur. Mama ucciona non è passata scena, scrive passata di sceni, muove su feo sceni, aveva sceni, stata scena, e grazie a quella nostra zeda puccioni, a su di samo guccioni questo, siamo avuto tanto di sceni, ranzo, data mi avuto tanto di sto ciumpa, non c'è più quando c'è una salsa, amen, questa c'è ancora di Satan, amen. Ma ascolta c'è se sapere di Gesù Cristo sì. Ma potrebbe essere რამდენი მგეთ ყოველ ბოროტს რამე თუ არა აქვს წილი ამ სახში ვინაიდან უფალი იცავს ოჯახს უფალი იცავს ყველას ვისაც მისის სტანს და ჯერა აკურთხე უფალო მამის ძისა და სულიწმინდის სახელით და გამდერნე სამუდამოდ ყოველ ბოროტი რათა ვერ დაიმკვიდრონ ადგილი და ვერ დაიმკვიდრონ წილი ამ სახში და ვერცა მაცხოვრებელთა ამათ რამე თუ უფალია ხმედ და შენდა Ufalo momentul de opti sau ufalo de total nu găsi cenul. Mogoti ufalo pot sahli sheni sakhli da gandeno qovli borodi rametuna tkvamia rom marpita da lotsit ganidebნება qovli borodi. Ufalo sheni sakhli da ganidebნოს qovli borodi. Დაიმკვიდრონ არ ხარგილი რამეს ufali იცავს მათ. და ჩვენ ჯერა და წამს რომ განიდებნება qovli borodi ხილული თუ ხილავი. დაიმკვიდრებს საკარგილს რამე თუ ufali იცავს. Mat. Ufalo momentul de opti sau șeni care mai țobili. Momentul ufleba cu sachi șeni sakeret. Momentul ufleba văză polta borota ramentul ufali ufleba mai. Armești nu dezmian da ramentul ufali au ne da șeni tăcenda. Ide bașenda ufalo momentul ce nu ide bașenda. Momentul ufleba cu sachi șeni sakeret ufalo da dai. Ani de nu ყოველი ბოროტი ხილულად თუ ხილავთ და დაიმკვიდრონ მშვიდობა ოჯახს ამასა შინაარამე თუ უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვიყვარს და ჯერა და ყოველი ჩვენი სიტყვა უფალო ჭეშმარიტ არს ჩვენ შორის მამა ჩვენ რომელი ხარ დათაშინა წმინდა იყაო სახელი შენი მოლოდი სუფევა შენი ღამება შენი ვითარცა დათაშინა ვეგეცა ქვეყანასაზე და Pune ceni asobis amogicen ves, ramoguteret anadebni sheni. Rame tu viutet anadebta mat chenta, rame shegupane chen asatselsa, aramet gwisten chen borotisagan. Amin. Videba mamasa da dzesa da trinda sasulsa damarades da ugonsi ugunisante. Amin. Mogoci ufleba ovakotko sakli sheni sakelet. Ufalo Iisus Kriste ome utovo deca tavno gesi cenova amet gandevnat. Ყოველი ბოროტი და დაიმკვიდრონ მათ ოჯახში წილი რამე თუ უფალი იცავს მათ და ნუგეში მადლი და ძალა და სიყვარული ოფერებს ეს ამას იქით ამ ოჯახის მეგზური რამე თუ უფალი მეკობათ მათ ამ დაზე გარეშინოდეს მათ არცა ბოროტის არცა რაიმეს ჩუდის რამე თუ უფალი დაიცავს მათ Acum ufalo mamis dzisa da sulიწმინდის სახელით და გაუკვირდე ოჯახს ამშვიდობა და ყოველთა მაცხოვრებელთანაც რამეთ გადიდებდნენ შენ ყოველი დღე გადიდებდნენ უფალს მადლიერებდნენ ესე პროფიტავს ხო Ufalo Iisus Kriste ufalo deca mogăși cenelo მომართალ დასახმარებლად ufalo რამე თუ ადამიანებს არ ძალგვით ბოროტთან ბრძოლა გამძლიერე მეგობეცი მადლი შენი და ძალა შენი რამე თუ ვაკურთხო სახლი იგი და დაუმკვიდროს ufalმა
სასამართლოში მაცხოვრებელთა ამათ რამე თუ არის შინოდეს ბოროტით და განიგონოს ყოველი უწმინდური სული და ვერასდროს დაიმკვიდრონ მათ ადგილი ამ თუ უფალი იცავს სასამართლოში მაცხოვრებელთა ამათა და უფალი მიყვებათ ნუგეშად გახსნელად და ვერ დაიმკვიდროს ბოროტი რამე თუ არ აქვს წილი აკურთხე უფალო მამის ძისა და სული წმინდის სახელით. ამინ. ჩვენთან ვიდება მამასა და ძესა და წმინდა სულსა აღმარების და უკუნის ამინ. მეგობრებო, ეხლა დავთიშავთ, სახლი აკურთხია, სახლი დაცულია, წმინდა მირონით, ასევე წყალკურთხევით და გავაკეთებთ უკვე დასკვნით პატარა ვიდეოს და აქ უკვე რა თქმა უნდა განმარტავთ მთელ ამ შემთხვევას, რაც ამ ოჯახში ხდებოდა დროებით და ჩავართვით. მადლობა. და მოვიდა დრო მეგობრებო, რომ საბოლოო დასკვნა გავაკეთოთ, ვინაიდან უკვე სახლი დაცულია, ყველანაირად და დღეს ამას იქით უკვე აქ მაცხოვრებლებს უნებრივია რომ უკვე გამოსწორდებათ სიტუაცია. ბევრ ამაში თავადაც იგრძნობენ რომ უკვე არანაირი შიში აღარ აწუხებთ და ასე შემდეგ. თუმცა ამ ყველაფერს ჩვენ დავველოდებით რა თქმა უნდა და პერიოდულად გამოვკითხავთ კიდეც სიტუაციას. ეხლა რაც შეეხება თვითონ რა ხდებოდა ამ სახლში. 100% გვაქვს პასუხები და ბუნებრივია რომ ამ ლაპარაკის დროს დამეთანხმება კიდეც იმ მომენტებში რაც გამოვიარეთ. პირველად სახლში რომ შემოვედით, უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად ის მომენტი, რომ ამ სახლში არ იგრძნობდა სულთურად არაფერი, ესე იგი დაძაბულობა, პირდაპირ ვთქვათ. არც რაიმე მოხვედრია თვალში მაგალითად საყურადღებო, პირდაპირ ვთქვათ. ესე. ნუ დავიწყეთ. გამოკვლევები უკვე პირველი საათიდან ტემპერატურების ცვალებადობას, ასე ვთქვათ, სტაბილური ადგილი ქონდა გარდა ერთი ოთახისა მხოლოდ ხო იყო ეს რასაც ლაპარაკობ, ანუ საძინებელში იქ საეჭვო დაფიქსირდა, ასე ვთქვათ, ტემპერატურების ერთ ოთახში სხვადასხვა ტემპერატურები. სწორედ საძინებელში მოხდა შემოღწევა ღამის 4-ის პირველ წუთზე, ხო სწორია? ანუ საძინებლიდან მოხდა შემოღწევა სახლში. მაგრამ გავარკვიეთ რა იყო რეალურად რა შემოაღწია სახლი. თუმცა მაგას ცოტა მოგვიანებით. პარალელურ რეჟიმში შემოსასვლელი კარებიდან მოპირდაპირე ოთახში იქაც განგაში სიგნალი მოგვცა ერთ-ერთმა ჩვენმა დეტექტორმა უყონა არა მოძრაობის პირდაპირ ვიძახი, არამედ ელექტრომაგნიტურმა ხელსაწყომ ჩართო განგაში სიგნალი, როგორც ჩანს რაღაცა ძალა მასაც მიუახლო და ძალიან ახლოს. ან სადამ მისი ასე ვთქვათ ადგილის შეცვლა ან რაღაცა, ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან ახლოს მივიდა ამ დეტექტორთან და იმანენს მოხდა განგაში სიგნალი. რომლებიც ეს არის ზამი ის მოწყობილობა, აი ამაზე საუბარი. აი მოწყობილობაზე გვაქვს საუბარი, ესეც სასიგნალო დეტექტორია ერთ-ერთი. ოღონდ არა მოძრაობის უნდა აღვნიშნო. არამედ სენსორული, ელექტრომაგნიტური. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მთელი ღამის განმავლობაში ამ სახლში ფიქსირდებოდა პატარ-პატარა ხმები, იყო ეგრე თუ არა? რომელიც არ იყო გამოწვეული არც ხუჩიდან, არც სამეზობლოდან და არაფერი. ეს იყო პირდაპირ სახლის ხმები. ოღონდ ძალიან სუსტი და ასე ვთქვათ, იშვიათად. ხო სწორია ესეც? პლუს ამას უკვე დაემატა დეტექტორის, ანუ მოძრაობის სენსორული დეტექტორის დამონტაჟება სწორედ საძინებელში და რა მოყვა ის, რომ რაღაცა გაება. ანუ გაება რა გაგებით? რაღაცა მოძრაობდა, გაიარა დეტექტორთან და უტყუარი სიგნალი დავიჭირეთ, ესე იგი განგაში. დასკვნა. ამ სახლში ბოროტი დემონური ძალები უბრალოდ არ არიან, პირდაპირ ვიძახი, არც არანაირი ბოროტი სული არ არსებობს, პირდაპირ ვამბობ ამასაც. ხოლო ის, რაც ამ სახლში, რამაც ამ სახლში შემოაღწია, მეგობრებო, ეს არის სწორედ მოხეტიალე სული, რომელმაც ეს სახლი გამოიყენა გავლით, პირდაპირ ვიძახით. ანუ მან
კი შემოაღწია სახში, მაგრამ უბრალოდ აქ აღარ დაფიქსირებულა შემდეგ სვლა. ხო მართალი ვარ? ასე რომ 100%-ით ვიძახით, რომ ამ სახლში ეხლა ამ დროს აბსოლუტურად არაფერი აღარ არის, საერთოდ არაფერი აღარ ხდება, აბსოლუტური მშვიდობა გვაქვს, მაგრამ შემთხვევა დეტექტორზე ეს იყო მოხეტიალე სულის შემოსვლა, ანუ შემოღწევა სახში, მაგრამ მან გაიარა ერთი სიტყვით ეს სახლი და სადღაც გადაადგილდა, წავიდა, ანუ ის აქ არ გაჩერებულა პირდაპირ. აი ეს ნამდვილად მოხდა. ასე რომ არანაირი ბოროტი ძალა და დემონური ძალას ამ სახში უკვე ადგილი აღარ აქვს, არც არ დამტკიცდა ეგ რომ აქ რაღაცა ბოროტი ძალას ჰქონდა ადგილი. ხო სწორია რა, თავიდანვე მთელი ღამის განმავლობაში მით უმეტეს ჩვენ მუდმივად ვამოწმებდით სიტუაციას, ეხლა კამერა გათიშული რო იყო, იმას არ ნიშნავდა რომ პარანორმალი მავდროს არ მუშაობდა, რა თქმა უნდა მუშაობდით, მუდმივ რეჟიმში ვამოწმებდით, მაგრამ რა, საბოლოო დასკვნით რა შეგვიძლია თქვა, ამ სახლში იყო მოხეტიალე სული, რომელიც უკვე აღარ არის და ისიც გავლით პირდაპირ ვიძახი, რომ ანუ ამ სახლში კი არ გაჩერდა, არამედ შემოვიდა ამ სახლის ტერიტორიაზე, კონკრეტულად საძინებლიდან, იქ დახვდა დეტექტორი და ამ დეტექტორმა ყოველგვარი პასუხი მოგცა იმის, რომ ეს იყო არა დემონური, არა ბოროტისული, არამედ უბრალოდ მოხეტიალე სული, ეგრეთ წოდებული ასტრალიდან მოხვედრილი ჩვენს ასე ვთქვათ სახლში, მაგრამ როგორ შემოაღწია მან ასტრალური გარემო თუ აქ ახლომახლო სადმე არის, არა ამ სახლში, იმიტომ რომ ამ სახლში არ არის დაფიქსირებული. ხო მართალი ვარ? უბრალოდ არ არის აქ ასტრალური ეს ასე ვთქვათ, მაგრამ აქაც არის თუ ის შემოსული არის, ვთქვათ, იგივე სამეზობლო და ეს შეუძლია, რომ ვთქვათ, გადმოვიდეს ტერიტორიაზე. ოღონდ შემოღწა, ანუ აქედან კი არ სახლიდან კი არ არის ასე ვთქვათ ასტრალური ზოლი, არამედ სხვა გარემოებიდან, ანუ გარედან, ან მეზობლიდან მოხდა მისი ასე ვთქვათ ამ სახლის ტერიტორიაზე გამოჩენა და გავა. ეგ არის მეტი არაფერი. სახლი დაცულია, აბსოლუტურად სუფთაა და შეუძლიათ უკვე დღეს ამას იქით თავის უცვლად თამამად იცხოვრონ ბავშვებთან ერთად და იყო ასე ვთქვათ თავის საქმეში წარმატებული პირდაპირ. ეგ არის 100%-ით ნამდვილად ეს არის რაც გამოკვლევამ გვაჩვენა, ასე რომ მადლობა უფალს, მადლობა ყველაფრისათვის, აბსოლუტური მშვიდობა. სათნოებას უფერს პირდაპირ ამ სახში. არანაირი ხმები აღარაა დამეთანხმები, ხო, რომ საერთოდ არაფერი არ არის. ხო არაფერს წარმატებდი კიდე. მე არაფერს. всё, მორიგი ოჯახი, მეგობრებო, მორიგი ოჯახი, კიდევ ერთი ოჯახი, რომელიც დაცული არის უფლის მადლით და ძალით, და ასე რომ ჩვენს გადარჩენიერად დავიმშვიდობთ ვაყურებელს, რა სწორი. დავიმშვიდობთ. ერთად სანამ გათიშავ, რა მაინტერესებს. იყო თუ არა დღევანდელი დღეშემთვის საყურადღება? ბიჭო, მოდი მაგაზე მე ჩავწეროთ. მე უკეთესი იქნება. აი, გათიშავ.